მოდით გავარკვიოთ, რა განსხვავებაა ტრიკოტაჟის და ნაქსოვ სლინგს შორის. რატომ გჭირდება ეს საერთოდ? პირველ რიგში ეს ბავშვის უსაფრთხოებისთვისაა, რადგან როგორც არ უნდა იყოს უცნაური, მიუხედავად იმისა, რომ სახელები ჰგავს ერთმანეთს, ეს ორი სრულიად განსხვავებული ფუნქციური გადამტანია. და თუ ნაქსოვ სლინგში გააკეთებ იმგვარ გადახოვას, რომელიც ტრიკოტაჟისთვისაა განკუთვნილი, ეს უსაფრთხო არ იქნება. მეორეც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბავშვის, ისე სხვათა შორის შენი ჯანმრთელობისთვისაც. რადგან ტრიკოტაჟის სლინგი განკუთვნილია მაქსიმუმ 5,5-დან 6 კილოგრამამდე ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლები ხშირად წერენ, თითქოს შეიძლება თითქმის 15 კილოგრამამდე, სინამდვილეში, როცა ბავშვის წონა 5,5 კილოგრამს აღწევს, ტრიკოტაჟი უკვე ვეღარ უზრუნველყოფს საკმარის მხარდაჭერას, რომ ბავშვი ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში იყოს დაფიქსირებული და მთელი დატვირთვა დედის მენჯის სირზე გადადის. დავიწყოთ ტრიკოტაჟით. ტრიკოტაჟი არის ნაქსოვ ქსოვილი, რომელიც იწელება და სწორედ ეს არის მისი მთავარი განსხვავება ჩვეულებრივი ქსოვილისგან. ტრიკოტაჟი აუცილებელია სამფენად ტარებისთვის. ორი ფენის გადახოვა ტრიკოტაჟის სლინგში არ იქნება უსაფრთხო და ფიზიოლოგიური ბავშვისთვის. ტრიკოტაჟის სლინგისთვის განკუთვნილია გადახოვა ჯვარი ქვეშ ჯიბით დაიმახსოვრე ეს, რადგან ნაქსოვისთვის ეს არის გადახოვა ჯვარის ზემოთ ჯიბით. დიახ, განსხვავება მხოლოდ ერთ სიტყვაშია. აი ასე ნაქსოვი მასალა არ იწელება, ის გამოსცემს ასეთ ხმის და მისთვის განკუთვნილია გადახოვა ჯვარის ზემოთ ჯიბით. სინამდვილეში იმის გამო, რომ ტრიკოტაჟის სლინგი ნაქსოვია და აუცილებელია მისი ტარება სამფენად, ის ცხელია და ზაფხულში მისი ტარება მოუხერხებელია. ხოლო ნაქსოვის სლინგი მაქსიმალურად უნივერსალურია და ნებადართულია ბავშვებისთვის დაბადებიდან და თითქმის 3 წლამდე.